რა არის ეპოქსიდური ფისი და როგორ მზადდება იგი? სალამი, ინჟინერიის მოყვარულებო. თუ ოდესმე გაოცებულ ხართ იმ ხის მაგიდებით, რომელთაც ბრწყინვალე ფისის მდინარეები აქვთ, სარკისებრი იატაკებით, ან თუნდაც რამე ძალიან გამძლე წებოთი შეგიკეთებიათ? ალბათ უკვე შეგხვედრიათ ეპოქსიდური ფისი. ის თითქოს ჯადოსნურია. სქელი სითხიდან მყარ, გამძლე და საოცრად ბზინვარე მასალად გარდაიქმნება. მაგრამ როგორ ხდება ეს გარდაქმნა და რა არის სინამდვილეში ეპოქსიდური ფისი? ეპოქსიდური ფისი არსებითად თერმომყარი პოლიმერის ერთ-ერთი სახეობაა. და რას ნიშნავს ეს უფრო მარტივად? წარმოიდგინე, რომ ის განსაკუთრებული პლასტმასასავითაა. განსხვავებით ზოგიერთი პლასტმასასგან, რომელიც შეიძლება რამდენჯერმე გადნეს და ხელახლა ჩამოყალიბდეს, მაგალითად, როგორც პეტ ბოთლი, რომელიც თერმოპლასტიკურია. ეპოქსიდური ფისი ერთხელ რომ გამაგრდება, ანუ გამკაცრდება, ვეღარ გადნება და ვეღარ შეიცვლის ფორმას. სითბოს ზემოქმედებით ის ხდება მუდმივად მყარი და გამძლე მასალა. ეპოქსიდური ფისის მთავარი თვისებაა ის, რომ ჩვეულებრივ მოდის ორ ცალკე თხევად კომპონენტად, რომლებიც სწორ პროპორციაში შერევისას ქიმიურად რეაგირებენ და ამ რეაქციის შედეგად უკარდება, რასაც ჩვენ გამაგრებას უწოდებთ. ეს არის ის, რაც მას ანიჭებს გამძლეობის, სიმტკიცის, ხანგრძლივობისა და წებადობის შთამბეჭდავ თვისებებს. მაგრამ იმის გასაგებად, როგორ მუშაობს ის, უნდა ვიცოდეთ რისგან არის დამზადებული. მაშ, რა ინგრედიენტებია ამ ჯადოსნობისთვის? იმისთვის, რომ ეპოქსიდური ფისი წარმოიქმნას, ორი მთავარი ინგრედიენტია საჭირო, რომლებიც ერთმანეთს ერევა და საბოლოო ნივთიერებას ქმნის. თავად ფისი, რომელსაც ასევე ნაწილი A ეწოდება და გამამყარებელი, რომელსაც ნაწილი B ან კატალიზატორი ჰქვია. ნაწილი A, ანუ ფისი, ქიმიურად იმას ნიშნავს, რასაც პრეპოლიმერს ან ოლიგომერს უწოდებთ. ყველაზე გავრცელებული ეპოქსიდური ფისების უმეტესობა წარმოიქმნება რეაქციის შედეგად, რომელიც ხდება ნივთიერებას შორის სახელად ბისფენოლი A და ეპიქლორიდრინი. მაგრამ არ ინერვიულოთ ამ რთული სახელების გამო. თავარია აქ ისაა, რომ გაიგოთ. ეს კომბინაცია ქმნის მოლეკულებს, რომლებსაც ბოლოებში ეპოქსიდური ჯგუფები აქვთ. წარმოიდგინეთ ეს ეპოქსიდური ჯგუფები როგორც ხელები ან კაუჩები, რომლებიც ელოდებიან სხვა მოლეკულებთან შეერთებას. სწორედ ეს მოლეკულური სტრუქტურა ანიჭებს ეპოქსიდურ ფის რეაქციის უნარს და მხარს ამგანზომილებიან ბადეთ გადაქცევის შესაძლებლობას. მეორე კომპონენტის გარეშე ფისი თხევად მდგომარეობაში დარჩებოდა და არასოდეს გამაგრდებოდა სრულად. მაგრამ თუ ფისი მარტო არ მყარდება, რა ხდის მას ასეთ გამძლეს? აქ შემოდის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, გამამაგრებელი ან კატალიზატორი, ანუ B ნაწილი. ეს არის აგენტი, რომელიც გააქტიურებს ფისს და გამოიწვევს მის გამაგრებას. ეპოქსიდური ფისებისთვის ყველაზე გავრცელებული გამამაგრებლებია ქიმიური ნაერთები, რომლებიც ცნობილია როგორც პოლიამიდები ან ანჰიდრიდები. ამ ნივთიერებების ფუნქცია რეაქციაში შევიდნენ ფისში არსებულ ეპოქსიდურ ჯგუფებთან. წარმოიდგინეთ, რომ ფისს აქვს რამდენიმე კაუჩი, ხოლო გამამაგრებელს აქვს რამდენიმე რგოლი, რომლებიც იდეალურად ერგება ერთმანეთს. როდესაც ამოს სწორ პროპორციაში აურევთ, ეს კაუჩები და რგოლები იწყებენ ერთმანეთთან შეერთებას და ქმნიან რთულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ მოლეკულურ ქსელს. ეს ქსელი სწორედ ის არის, რაც გამაგრებულ მასალას ანიჭებს სიმყარეს, ქიმიურ და მექანიკურ მდგრადობას. ფისისა და გამამყარებლის შერევის პროპორცია აბსოლუტურად გადამწყვეტია. თუ ერთს მეც დაამატებთ და მეორეს ნაკლებს, გამაგრების რეაქცია არ მოხდება. ამ შემთხვევაში ფისი შეიძლება დარჩეს წებოვანი, რბილი და ვერ მიაღწიოს მაქსიმალურ სიმტკიცეს. და როგორ ხდება, რომ ეს ორი სითხე გადაიქცევა ესეთ მყარ და გამძლე მასალად? ეპოქსიდური ფისის გამკრუების პროცესი არის საინტერესო ქიმიური რეაქცია, რომელსაც პოლიმერიზაცია ეწოდება. კონკრეტულად კი ადიციური პოლიმერიზაცია, ან ზოგ შემთხვევაში რგოლის გახსნით პოლიმერიზაცია. როდესაც ფისი, ანუ ნაწილი A და გამკრუებელი, ანუ ნაწილი B ერთმანეთს ერევა, გამკრუებების მოლეკულები ფისის მოლეკულებში არსებულ ეპოქსიდურ რგოლებს თავს ესხმიან. ეს ხსნის ამ რგოლებს და საშუალებას აძლევს ახალ ქიმიურ ბმას წარმოიქმნას.
ეს ბმები მარტივი არ არის, არამედ ქმნის რთულ სამგანზომილებიან ქსელს, როგორც სუპერგამძლეობობის ქსელი, რომელიც ყველა მიმართულებით ებმის ერთმანეთს. ეს არის მიზეზი, რის გამოც გამყარებული ეპოქსიდური ფისი ასეთი მყარი და განძლეა. ამ რეაქციის დროს ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, სითბოს გამოყოფა. ეს პროცესი ეგზოთერმულია, ანუ ის გამოყოფს ენერგიას სითბოს სახიბოს სახით. შეგიძლიათ იგრძნოთ კიდეც, როგორც ცხელდება ნარევის ჭურჭელი. აი რატომ, თუ დიდ რაოდენობას ფისს აურევთ, ის შეიძლება ძალიან გაცხელდეს და ძალიან სწრაფად გამაგრდეს. ზოგჯერ ის შეიძლება ბუშტუკებდეს ან დაიბზაროს კიდეც. გამაგრების დრო, ანუ დრო, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ფისმა მიაღწიოს თავის სიმყარესა და საბოლოო თვისებებს, ეს შეიძლება ვერ ხეობდეს სუთებიდან საათებამდე. დამოკიდებულია ფისისა და გამაგრებლის კონკრეტულ ტიპზე, გარემოს ტემპერატურასა და შერეული მასალის რაოდენობაზე. მას შემდეგ, რაც ეს სამგანზომილებიანი ბადე სრულად ჩამოყალიბდება, ფისმა გამაგრებულია და მისი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში აღარ შეიძლება. სად ხვდებით ეპოქსიდურ ფისს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა არის მისი ძირითადი გამოყენებები? ეპოქსიდური ფისის მრავალმხრივობა მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რაც მას აუცილებელს ხდის უამრავ სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ესთეტიკურად მიმზიდველი გამოყენება არის ხელოვნებისასა და დეკორატიული ნივთების შექმნა. როგორიცაა ცნობილი ფისის მდინარიანი მაგიდები, სამკაულები და საფარები სამუშაო ზედაპირებისა და იატაკებისთვის. მისი უნარი მიიღოს პიგმენტი და ჩასვა სხვადასხვა ობიექტები ქმნის შემოქმედებითი შესაძლებლობების უსაზღვრო სამყაროს. თუმცა მისი გამოყენება ბევრად ცდება მხოლოდ ესთეტიკას. სამშენებლო ინდუსტრიაში ეპოქსიდური ფისი გამოიყენება როგორც წებო ბეტონისთვის, სამშენებლო ნარევებისთვის და იატაკის საფარებისთვის, როგორც ინდუსტრიულ, ისე საცხოვრებელ შენობებში, რაც უზრუნველყოფს მაღალ გამძლეობას, აბრაზიის, ქიმიური ნივთიერებებისა და დარტყმის მიმართ მდგრადობას. იფიქრეთ ავტოფარეხებზე, ქარხნებზე და საავადმყოფოებზე. ამ ადგილების უმეტესობაში ეპოქსიდური იატაკია გამოყენებული მისი გამძლეობისა და მარტივი გასაწმენდობის გამო. ის ასევე მნიშვნელოვანია კომპოზიტური მასალების წარმოებაში, როგორიცაა ნახშირბადის ბოჭკო და მინის ბოჭკო, რადგან სწორედ ეპოქსიდური ფისი აკრავს და ამაგრებს ბოჭკოებს, რათა შეიქმნას მსუბუქი და უკიდურესად გამძლე დეტალები, რომლებიც გამოიყენება თვითმფრინავებში, რბოლის მანქანებში, ნავებსა და სპორტულ აღჭურვილობაში. ელექტრონიკაში ეპოქსიდური ფისი გამოიყენება მგრძნობიარე კომპონენტების ინკაპსულაციისთვის, რათა დაიცვას ისინი ტენიანობისგან, მტვრისგან და მექანიკური დარტყმებისგან, რაც უზრუნველყოფს ტლატების და სხვა მოწყობილობების განძლეობას. გარდა ამისა, ის არის ძლიერი სტრუქტურული წებო, რომელსაც სხვადასხვა მასალის ერთმანეთთან გამაოგნებელი სიმკიცით შეუძლია შეერთება. ის გამოიყენება ავტომობილის შეკეთებაში, აეროპორტებსა და აერონავტიკაში და ასევე საყოფაცხოვრებო პროექტებში. ასეთი მრავალმხრივი და განძლე მასალის შემთხვევაში ნეტავ ეპოქსიდური ფისის გამოყენება უსაფრთხო და მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ეპოქსიდური ფისი საოცარი მასალაა, აუცილებელია მისი გამოყენება სათანადო სიფრთხილით და მწარმოებლის რეკომენდაციების დაცვით. იმის გამო, რომ ეს არის ქიმიური ნივთიერება თხევად მდგომარეობაში, მას შეუძლია გამოიწვიოს ქანის, თვალებისა და სასუნთქი გზების გაღიზიანება. ამიტომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ნიტრილის ხელთათმანები, დამცავი სათვალე და დახულულ ან ცუდად განიავებულ სივრცეებში შესაბამისი რესპირატორული ნიღაბი აუცილებელია. სამუშაო ადგილის ვენტილაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია შესასუნთქი ორთქლების გასაფანტად. გარდა ამისა, ფისსა და გამყარებელს შორის ზუსტი შერევის პროპორცია ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება დააზიანოს გამყარების ხარისხი, რის შედეგადაც მიიღება წებოვანი მტვრევადი მასალა ან მასალა, რომელიც ვერ აღწევს თავის მაქსიმალურ თვისებებს. გარემოს ტემპერატურაც გავლენას ახდენს გამყარების დროზე. ცხელ დღეებში ის აჩქარებს პროცესს, ხოლო ცივ დღეებში ანელებს. ამიტომ ყოველთვის გაეცანით პროდუქტის ტექნიკურ ფურცელს და მწარმოებლის ინსტრუქციებს, რათა უზრუნველყოთ უსაფრთხო მუშაობა და სასურველი შედეგი. თუ აქამდე მოусმინეთ და ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი. თუ ჯერ არ ხართ გამოწერილი, დაალაიქეთ და ჩართეთ შეთხოვინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენებათ, განიხილეთ წევრობა, რათა დაგვეხმაროთ პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოხსენიებულიც იყოთ.
თუ გაინტერესებთ მეტი, გაიგოთ იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, დაასკანერეთ გვერდზე მოცემული QR კოდი, ან გადადით ვიდეოს აღწერაში მოცემულ ბმულზე, რომ მიიღოთ წდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რათა განივითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც თქვენს კარიერაში მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის. და თქვენ უკვე გქონდათ ასეთი შესაძლებლობა. გქონიათ რაიმე გამოცდილება ეპოქსიდური ფისით, შექმენით რაიმე საოცარი, ან შეგხვედრიათ იგი ისეთ პროდუქტში, სადაც არ ელოდით. რა არის ეპოქსიდური ფისის გამოყენება, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაოცათ? დაწერეთ კომენტარებში, მინდა ვიცოდე. ან გვერდით არესტორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა გააფართოოთ თქვენი ცოდნა და დაადმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყვარეობა. და თუ გსურთ ჩვენი მხარდაჭერა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი და დაფიქრდით არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში შევხვდებით.